თუ თვეში 10,000 ლარს მაინც არ შოულობ, ესე იგი ამ სამ შეცდომას ვუშვებ. პირველი, გონია, რაც უფრო კეთილი ადამიანი იქნება, მით უფრო მეტ ფულს გადაგიხდიან. არა, ბაზარი გიხდის ეფექტურობაში. ბაზარი რომ იხდიდეს ფულს ფიზიკური ძალისხმევის ჩადებაში, მაშინ მდიდარი ადამიანები თავად აიღებდნენ ამ აგურებს და აშენებენ კორპუსებს. მაგრამ კორპუსებს აშენებენ და ფიზიკურ შრომას დებენ ისინი, ვინც ცოტას გამოიმუშავებს. ბაზარი იხდის ფულს მხოლოდ შედეგში. მეორე, თუ იაფთასიანად გამოიყურები, ნაკლებს გიხდიან. არ გულისხმობ იმას, რომ პორშეთი უნდა იარო და ბირკინის ჩანთა უნდა კონდეს, მაგრამ შენი საუბარი, სხეულის ენა, ემოციები და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი უნდა იყოს მაღალი. და მესამე, რაც უფრო მეც მუშო, მით უფრო მეც არ გიხდიან. რაც უფრო მეტ ფასეულობას ქმნი, მით უფრო მეც გიხდიან. ვირი ყველაზე მეც მუშაობს, მაგრამ მას ფული არ აქვს. კაი, ეს ხუმრობა იყო. შენ შეგეძლია რაღაც ფასეულობა შექმნა ერთ თვეში და ამ ფასეულობის შექმნაში ბაზარმა გადაგიხადოს $1000 და იგივე ფასეულობა შექმნა ერთ დღეში და ერთ დღეში გადაგიხადონ $1000. ამიტომაც ფასეულობის სისწრაფის შექმნა წყვეს თუ რამდენი ფული გექნება ჯიბეში. თუ გინდა რეალური ფასეულობა შექმნა, გაქვს რაიმე ბიზნესი და გინდა, რა თქმა უნდა გინდა გაზარდო, შენი გაყიდვები და მოიზრდო ხარისხიანი კლიენტები, უნდა დაიწყო ხარისხიანი ვიდეო კონტენტის შექმნა. თუ ამაში დახმარება გჭირდება, გამოიწერე ჩემი არხი და სერიოზული მუშაობისთვის კი მომწერე პირადში.